საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროკავშირის სამართალში. ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ევროკავშირის სასამართლო სისტემას, მისი ფუნქციონირებისა და გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკას. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. 2026 წელს ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდა 277 სტუდენტისგან შემდგარი 83 გუნდი, როგორც თბილისის, ისე რეგიონების უნივერსიტეტებიდან. პროექტის მონაწილეებმა ონლაინ ფორმატში გაიარეს 6 ტრენინგი ევროკავშირის კონკურენციის სამართალთან დაკავშირებით. წერილობითი პოზიციების შეფასების შედეგად შეირჩა 8 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზეპირ ეტაპზე. ზეპირი ეტაპი ჩატარდა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გუნდები შეეხნენ ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, მათ აჩვენეს მომზადების მაღალი დონე და იასპარეზეს კონკურენციის მაღალ პირობებში. მათ მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება იმის ვიტოვებთ, რომ დაეხმარებათ მათ პროფესიული განვითარების გზაზე. მოხარული ვარ, რომ საშუალო მომენტსა მონაწილეობა მიმეღო იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში. აღნიშნული ჩემთვის პირველი მცდელობა იყო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებისა და პროფესიული უნარების განვითარებისათვის. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროექტში ჩადებული რესურსისათვის და წარმატებას უსურვებ მათ.